გრძელდება Game Show პოსტივიზე და ჩვენი შემდეგი მონაწილეა გია ჯანელიძე. მოგესალმებით. გამარჯობა ბატონო გია. მობრძანდით, დაბრძანდით. როგორ ბრძანდებით? კარგად, თქვენ როგორი განწყობით ხართ მოსული Game Show-ში? წინვალე. საიდან გაიგეთ ჩვენი გადაცემის შესახებ? მე ძალიან ხშირად უყურებ პოსტივის. ძალიან მომწონს ეგ თქვენი არხი რეკლამით პოსტივიდან. კი ბატონო. მოკლედ ესე ვთქვათ, ჩვენი Game Show-ის ისტორიას თუ გადავხედავთ, უხუცესი ბრძანდებით 66 წლის, ხო, როგორც თუ სწორად მახსოვს. ბატონო გია, მოდი თამაშის წესებს მაინც გაგაცნობთ. 7 შეკითხვა განსხვავებული სფეროებიდან. თითოეულ სწორ პასუხზე გარანტირებული ფულადი პრიზი და თქვენ გექნებათ 1 წუთი იმისთვის, რომ 4 სავარაუდო პასუხიდან თქვენთვის სწორი, თქვენთვის საინტერესო ვერსია დააფიქსიროთ. თუ თქვენ ვერ ჩაეტიეთ 1 წუთში, შეკითხვა ანულირდება და წაგებად ჩაგეთვლებათ სამწუხაროდ, მაგრამ 1 წუთში აუცილებლად უნდა მოახერხოთ და დააფიქსიროთ თქვენი ვარიანტი. 7 შეკითხვა, თითოეულზე გარანტირებული ფულადი პრიზი, ეს იქნება 7-დან 1 სწორ პასუხზე 100 ლარი, 2 სწორ პასუხზე 500 ლარი, 3 სწორ პასუხზე 1000 ლარი, 4 სწორ პასუხზე 1500 ლარი, 5 სწორ პასუხზე 2000 ლარი, 6 სწორ პასუხზე 3000 ლარი და თუ თქვენ მოახერხეთ და 7-დან 7 შეკითხვას სწორად გაეცით პასუხი, ეს იქნება უკვე ჩვენი მთავარი პრიზი 5000 ლარი. შვენიერია, დროა დავიწყოთ თამაში და პირველი შეკითხვა თქვენს წინაშე. ბატონო გისმენთ. რომელ ქვეყანაში იწარმოებოდა ავტომობილი Bolero Mahindra? პირველი ინდოეთი, მეორე ირანი, მესამე საქართველო, მეოთხე პაკისტანი. დრო. Bolero Mahindra. ძალიან ისეთი სახელია, არ არის გამორიცხულიო, იყოს თქვათ ირანში. ყავდათ თუ არა ავტომობილები? არა, სამწუხაროდ არ ყავდა. ანუ მართვის მოწმობაც არ გაგაჩნიათ? არა, მაქვს მართვის მოწმობა. ინდოეთში, პაკისტანი. აი ამ სამიდან ინდოეთი, ირანი თუ პაკისტანი. ჯელობის უფლება გაქვთ კიდევ გაქვთ თქვენ დრო დარჩენილი 35 წამი იმისთვის რომ იმსჯელოთ. რომელ ქვეყანაში იწარმოებოდა ავტომობილი Bolero Mahindra? ინდოეთში, ირანში, საქართველოში თუ პაკისტანში? ლოგიკურადაც შეგიძლიათ მიყვეთ ამ ყველაფერს. პაკისტანი, ირანი თუ ინდოეთი, აი ამ გაქვთ მსჯელობის დრო კიდევ 15 წამი. პაკისტანი. Bolero Mahindra. შეიძლება არასწორად ვამბობ, ალბათ ინდოეთში. 2 წამი მსჯელობისთვის და უნდა მივიღო უკვე ირანი თქვენი პასუხი და თქვენ დააფიქსირეთ რომ ეს იყო ირანი. დიახ. ნახოთ რამდენად სწორი გამოდგა თქვენი ვერსია და ავტომობილი Bolero Mahindra იწარმოებოდა ნახოთ. სად თუ არა საქართველოში, ქუთაისის ავტოქარხანა. მეგონა რომ პირველად გავიგეთ, მეც ჩემთვისაც საინტერესო იყო ეს კითხვა და ალბათ იმ პერიოდში რომ არ იყავით ავტომობილი, რომელ წელს აიღეთ ზოგადად მართვის მოწმობა? 80-იან. 80-იან. დღესდღეობით გადმოყვა ისევ განახლებას საჭიროებს თუ არ საჭიროებს? არა, გავაახლე, მაგრამ ეს Bolero Mahindra სახელი ისეთია რაღაც. ქუთაისის ავტოქარხანა აწარმოებდა, ესე ვთქვათ, ჯიპის სტილში იყო ეს მანქანა გადაწყვეტილი. კი და დღესდღეობით ალბათ კოლექციონერებს თუ შემორჩებათ ეს მოდელი, რასაც ქუთაისის ავტოქარხანა აწარმოებდა. ბატონო გია, თქვენზე ბევრი რამ არ გამიგია. მაგრამ რაც მოგწერეთ და ვიცით, GPI-ის თეატრალურ დასში იყავთ, ესე ვთქვათ. როგორ იხსენებთ იმ წლებს და რომელ სპექტაკლებში გაქვთ მონაწილეობის? ძალიან კარგად. ძალიან მიყვარს თეატრი, ხელოვნება საერთოდ. დიახ. სპექტაკლები ბრალდება ოსკან პეტროვიჩი ჯოჯოხეთში, განძის გატაცება. საინტერესოა. გასვლითი ტურები თუ გქონდათ რეგიონებში თუ გადიოდით მაგალითად? რეგიონებშიც გავდიოდით, რა თქმა უნდა. მე წამოვედი რაღაც მიზეზების და გამო და უცხოეთშიც იყვნენ ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძე რეჟისორი მათი. დიახ. მისი მეთაურობით უცხოეთში დადიოდნენ ბიჭები. საინტერესოა, მოდით გადავიდეთ მეორე შეკითხვაზე. დაასახელეთ ფართობის მიხედვით სოფლიოში ყველაზე პატარა ქვეყანა. ნაურუ, ვატიკანი, მონაკო, ტუვალუ. დრო. ვატიკანი. ერთი წამიც არ დაგჭირდათ იმისთვის, რომ ვადამდელი პასუხი დაგაფიქსირებინათ.
დავაფიქსიროთ ადამიანელი პასუხი? კი ბატონო, სახელმწიფოში. სახელმწიფოში. და სწორია რა თქმა უნდა და უფრო არსებობს მაგალითად ქალაქის სახელმწიფოები, მაგრამ ვატიკანი თვითონ ქალაქში სახელმწიფოა. დიახ. რომში არის ეს? რომში, დიახ. კი ბატონო. თქვენ ესე ვთქვათ 7-დან 1 სწორი პასუხი გაქვთ, 5000 ლარის მოგების შანსი გაუშვით ხელი და მაგრამ წინ კიდევ სამწუხაროდ, მაგრამ წინ 3000 ლარის მოგება კიდევ შეგიძლიათ. თქვენ გარანტირებული 100 ლარი გაქვთ და ისე სწრაფად გაეცით მეორე შეკითხვას პასუხი, რომ დროა მე მესამეზე გადავიდე. კი ბატონო. ჩამოთვლილთაგან რომელი კომპოზიტორია ევროკავშირის ჰიმნის ავტორი? ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, იოჰან სებასტიან ბახი თუ პეტრე ჩაიკოვსკი? დრო. უფრო ფიქრობ ბეთჰოვენზე, რატომღაც. ზოგადად ევროკავშირის ჰიმნი თუ გახსოვთ? ჰიმნი ძალიან ისე ბუნდოვნა სიმართლე გითხრათ. კი, მონანიებაშია ერთ-ერთ მომენტში აივანზე რო გამოდის და დაიჭექება ევრო. ავტორი ბეთჰოვენი ჩაიკოვსკი არ ამგონია. 30 წამი ჩამოთვლითაგან რომელი კომპოზიტორია ევროკავშირის ჰიმნის ავტორი? ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, იოჰან სებასტიან ბახი, პეტრე ჩაიკოვსკი? გავრისკავ ბეთჰოვენი. თქვენ კიდევ გქონდათ 15 წამი და თქვენ ვადამდელს ჩაგითვლით მაინც და დააფიქსირეთ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. და ვნახოთ, რამდენად სწორი გამოდგა პლატონი გიას აზრით დაფიქსირებული პასუხი. აქ დრამების ის უნდა შევიდეს და ვნახოთ, რამდენად სწორია და რა თქმა უნდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ევროკავშირის ჰიმნის ავტორი. ახლა სამწუხაროდ ტექსტი აღარ მახსოვს. ტექსტი არც არ შინაარსი არ მახსოვს. შინაარსი მახსოვს. ნეტა რაზე მღერია? იმ ნეტა იქ ნეტა რაზე და ნეტა ვიზზე მღერია და ვისთვის მღერია ნეტა. იმიტომ რომ დღევანდელ რეალობაში ხშირად ისმის ხოლმე ეს სიმღერა, მაგრამ არავინ მე მგონი არ ჩინაარსი იცის და არც ავტორი თქვენგან განსხვავებით. თქვენ სწორად გამოიცანით. მადლობთ. 7-დან 2 სწორი პასუხი გაქვთ. 3000 ლარის მოგების შანსი და გარანტირებული 500 ლარი უკვე თქვენია. ნახოთ. და გადავიდეთ მეოთხე შეკითხვაზე. მე ვენდე და არ შემცდარ ვარ. პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს. ჩასვით გამოტოვებულ ადგილას იმ ადამიანის სახელი, ვიზეც მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა. პირველი სოფო ნიჟარაძეს, მეორე რასმუსენს ნატოს გემდივანს 2008 წელს, მესამე პუტინს, მეოთხე ჯორჯ ბუშ. დრო. ანუ ამ ადამიანს პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს. სოფო ნიჟარაძეს, რასმუსენს, პუტინს თუ ჯორჯ ბუშ, ვიზზე თქვა მიხეილ სააკაშვილმა ეს ფრაზა? პატიოსანი ადამიანის თვალები აქვს. და მე მას ვენდე და არ შემცდარ ვარ. ვის ენდო და ვის აქვს პატიოსანი ადამიანის თვალები მიხეილ სააკაშვილის აზრით? გააჩნია რა საქმეში ვის ენდო და რატომ ენდო. ახლა პუტინს არ ამგონია რომ ენდობოდა. პატიოსანი თვალებიც არ ამგონია რომ მას აქვს. რასმუსენს, გენერალ დივას. თქვენ მსჯელობის დრო კიდევ გაქვთ 20 წამი. ჯორჯ ბუშს 15 წამი იმისთვის რომ იმსჯელოთ. ვენდე მას. გავრისკავ. გამორიცხვის მეთოდით უნდა მიყვეთ 10 წამი. მე არ შეგიშლით ხელს. პუტინს. 3, 2, პუტინი. 1. რისკი. მიხეილ სააკაშვილის აზრით პუტინს პატიოსანი ადამიანის თვალები და ის ენდომას. სარისკო პასუხი იყო ძალიან. ძალიან. მესამე პუტინს მიღებულია თქვენი ვერსია და ვნახოთ რამდენად სწორი აღმოჩნდება ის. ნახოთ. კონდა თუ არა პატიოსანი ადამიანის თვალები მიხეილ სააკაშვილის აზრით პუტინს? არ ამგონია, მაგრამ მაინც მაგას ვაფიქსირე. ვინც არის გავს შამპანურს არსვავს. благородное дело. კარგით, ნახოთ აბა. ნახოთ. სამწუხარო გითხრათ თუ საბედნიეროდ უკვე აღარ ვიცი, მაგრამ ანუ მიხეილ სააკაშვილის აზრით
ის ენდომას და არ შემცდარა მასში, იმიტომ რომ პატიოსანი ადამიანის თვალები ქონდა, როცა ჩახედა თვალებში. კი, პუტინი აღმოჩნდა ის პიროვნება. როცა როგორ არის, კარგად არ მახსოვს. ჩახედე თვალებშიო. მეგობარ ჩახედე თვალებში. მეგობარ ჩახედა. ეგონა ალბათ ეთყობა პუტინი. დილაო. გილო, ცოტ გარანტირებული 1000 ლარი თქვენია. მადლობთ. 3000 ლარის მოგების შანსი კიდევ დაგრჩათ. კარგად მიყვებით, თან ლოგიკურად მსჯელობ, თან რაღაც შეკითხვებზე რისკავთ კიდევაც. რა თქმა უნდა. ვაფასებ თქვენ თამაშს და დროა მეხუთე შეკითხვა ამონათდეს ჩვენს მონიტორებზე. რომელ წელს გამოუშვა სტივ ჯობსმა პირველი iPhone-ი? 2004 წელს, 2007 წელს, 2011 წელს, 2010 წელს. დრო. iPhone, სამწუხაროდ iPhone-ი არა მაქვს, Android-ი მაქვს. მაგრამ ფირმა Apple-ის დაფუძნებელი სტივ ჯობსი პირველი smartphone-ი ერთ-ერთი მისი ბრენდის მიერ წარმოებული, რომელ წელს იქნა გამოშვებული 2004-ში, 2007-ში, 2011-ში თუ 2010 წელს. iPhone-ები მე მგონი უფრო აქეთ იყო. ან 4 წელი ძალიან იქეთ არის. შორია 7-იც. ან 11-ია, ან 10-ია, ან 11. თქვენ 20 წამი კიდევ გრჩებათ მსჯელობისთვის, რათა დააფიქსიროთ თქვენი სწორი ვარიანტი. iPhone. მოკმეჩილი ვაშლი, ადამიანის ცოდვა და შეგვიძლია ბევრი რამე დავარქვათ. მოკმეჩილი ვაშლი, так, 10 თუ 11. 5 წამი მსჯელობისთვის. რათა მე 10 მივიღო რისკი. ისევ რისკი. კი. 2010 წელს. კი ბატონო. თქვენ Android-ის ფლობელი ბრძანებით და Nokia ძალიან მიყვარს ეგ ფირმა. კი, ის გასტეხს ქვასაც ამაგარსა Nokia რო იყო, აი ძველი ყველაფერს უანგრევდა, ალბათ ის გემახსოვრებათ. Android-ის მომხმარებელი ბრძანდებით და განსხვავებული სფერო ამოგივიდათ და ვნახოთ რომელი იყო სწორი პასუხი თქვენს მიერ მივიღე 2010 წელი. სამწუხაროდ არასწორი აღმოჩნდით, ეს იყო 2007 წელი, როდესაც სტივ ჯობსმა თავის პირველი პრეზენტაციაზე Air-ს და ზოგადად დედამიწას წარუდგინა პირველი smartphone-ი, რომელსაც ეს უკვე scroll-ვის ფუნქცია ჰქონდა. რამდენად ხართ ზოგადად სოციალურ ქსელებში ჩართული? თუ დრო მაქვს, უფრო Facebook-ზე. უფრო Facebook-ზე, კი. TikTok-ი? არა, TikTok-ი ჩინური არა, საზიზღრობა არის და საზიზღრობებს აჩვენებენ რატომღაც. გარყვნილება ჩემი აზრით არის გარყვნილება ეგა. ისეთ რაღაცებს უყურებ, ალბათ თქვენს უყურებთ. არ მიმაჩნია მე ეგ სწორად. გააჩნია რა ალგორითმზე. კი ბატონო, გააჩნია რა ალგორითმზე ხართ ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ალგორითმი თქვენ რაც გაინტერესებთ, იმას გთავაზობთ. რა თქმა უნდა. კოკასაში განაც არის იგივე გადმოგინდებს. კი ბატონო, გეთანხმებით. ესე ვთქვათ, თქვენ 7 შეკითხვიდან 2-ს არასწორად უპასუხეთ, 3000 ლარის მოგების შანსიც გაუშვით ხელიდან, მაგრამ წინ კიდევ 2 შეკითხვაა და შეგიძლიათ მოიგოთ 2000 ლარი, 1000 ლარი უკვე გარანტირებულად თქვენია და მოდი გადავიდეთ მე-6 შეკითხვაზე. შეიძლება ერთი ვთქვა. კი ბატონო. მოგება და წაგება ძმები არიან. ჭეშმარიტება ყველგან ისმის. ეს არის მთავარი. რა თქმა უნდა. გადავიდეთ მე-6 შეკითხვაზე, რომელიც განსხვავებული სფეროდან იქნება. ნახოთ. ჩამოთვლითაგან, რომელი ხატრული ფილმი არ არის რეჟისორ ნანა მჭედლიძის გადაღებული? პირველი იმერული ესკიზები, მეორე მხიარული რომანი, მესამე პირველი მერცხალი, მეოთხე გასეირნება თბილისში. დრო. იმერული ესკიზები არის, ეგ ნამდვილად ვიცი. კარგად მიყვებით უკვე. პირველი მერცხალი. მხიარული რომანი ვაფიქსირებ. არ არის გადაღებული რომელი მხატვრული ფილმი არ არის ნანა მჭედლიძის გადაღებული მხიარული რომანი. მოდით მივიღოთ ადამიანელი პასუხი, ისე კარგად დაიწყეთ მსჯელობა. პირველივე წამიდან კინემატოგრაფიაშიც ერკვევით, როგორც ჩანს, ქართულ ფილმებში განსაკუთრებით ალბათ და რომელი ფილმი არ იყო ნანა მჭედლიძის გადაღებული, იმერული ესკიზები, მხიარული რომანი, პირველი მერცხალი თუ გასეირნება თბილისში, თქვენ დააფიქსირეთ, რომ მას არ გადაუღია მხიარული რომანი. ხო, არა. იმერული ესკიზები.
კი ბატონო. მე თვითონ იმერელი ვარ. ძალიან მიყვარს და მომწონს. და იცოდით რომ ქალის გადაღებული იყო თან ნანამ ჭედლიძის. ნანახი მაქვს, ბევრჯერ მაქვს ძალიან ნანახი ეს ფილმი, პირველი მერცხალიც. აი პირველი მერცხალი სხვათა შორის ძალიან საინტერესო ვერსია იყო, იმიტომ რომ სპორტული ფილმია და ფეხბურთია და რამდენად შეიძლებოდა ქალს გადაეღო იმ დროს სპორტული ფილმი. არა, სულად შესაძლებელია რომ ქალს გადაეღო, რატომაც არა, მაგრამ არა. უფრო მხიარული რომანი, რაც ვთქვი. აი გასეირნება თბილისში არ მახსოვს სიმართლე გითხრათ. გასეირნება თბილისში საკმაოდ საინტერესო ფილმია. არ მახსოვს ფილმი უბრალოდ. საკმაოდ საინტერესო ფილმია, სადაც რამაზ ჩხიკვაძე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, თვითონ რეჟისორს თამაშობს, რომელიც ფილმის გადაღებას ცდილობს და ესე ვთქვათ, სასწაული იუმორია, ქართული ნამდვილი იუმორი, მაგრამ თქვენ მაინც დააფიქსირეთ მხიარული რომანი. რატომღაც ეს გონი, რატომღაც კი არა, რაღაც დარწმუნებული ვარ. 99 და 9/10. მაშინ მე იმ ერთსაც დაგიმატებ და ვნახოთ რამდენად სწორია ეს პასუხი და რა თქმა უნდა სწორია, მას მხიარული რომანი არ გადაუღია. საკმაოდ საინტერესო და საყვარელი ფილმებია ყველასთვის. აი რამდენჯერაც არ უნდა უყურო იმერული ესკიზები იქნება თუ ნებისმიერი ჩამოთვლითაგანი ძალიან სიამოვნებს ყოველთვის. ეს ამ 4 ფილმიდან უბრალოდ ის გასეირნება თბილისში არ მახსოვს, თორე ის 3 ძალიან კარგად. კი ბატონო, განსხვავებული გამორჩეული ფილმი იყო, მაგრამ თქვენ სწორად მოახერხეთ ლავირება, ესე ვთქვათ, ამ ფილმების ჩამონათვალში და სწორი პასუხი დააფიქსირეთ. თქვენ უკვე შეგიძლიათ 2000 ლარი მოიგოთ, 1500 ლარი უკვე გარანტირებულად თქვენია და დარჩა მე-7 საფინალო შეკითხვა და თქვენ თუ მას სწორად გასცემთ პასუხს, 2000 ლარი თქვენი იქნება და აქედან ვეცდები. გამარჯვებული ყველა შემთხვევაში წახვალთ, როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი game show. მე-7 შეკითხვა თქვენს წინაშე. ურადღებით ვარ. რისი შიშია ალიუმფობია? ცეცხლის მიმართ შიში, ნივრის მიმართ შიში, მეტალების მიმართ შიში, შიშის მიმართ შიში. დრო. ალიუმფობია. თუ სიტყვიდან გამომდინარე ვიმჯელებთ, ანუ დასახელი ალიუმფობია, ფობია გასაგებია. ცეცხლის მიმართ, შიში, ნივრის მიმართ. ერთი წუთით. რისი შიშია ალიუმფობია? მოდი გავრისკავ. ცეცხლის მიმართ შიში, ნივრის მიმართ შიში, მეტალების მიმართ შიში თუ შიშის მიმართ შიში და რისკი ბოლომდე გავრისკავ. რადგან რისკის დავიწყე. ნივრის. 20 წამი, მაგრამ თქვენ ვადამდელს აფიქსირებთ პასუხს. კი ბატონო. ნივრის მიმართ შიში. ბატონო გია. დიახ. თქვენ წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელსაც ნივრის ეშინია? დრაკულას. ბრავო და ნახოთ. ხო, ადამიანი მაგალითად, რომელიც ხაშს და შქმერულს დასანახად ვერ იტანს. ეგ მინდოდა რომ მეთქვა ეგა. არ უყვართ ნივრის უნი ადის და всё. არ შქმერული კი მარა? არა, გააჩნია მე კი მიყვარს, მაგრამ მათ არ უყვართ. ნივრის მიმართ შიში. რისი შიში ალიუმფობია და ბატონი გიას აზრით ეს არის უცნაურად გარისკული პასუხი და ნივრის მიმართ შიში. არ არის პრობლემა. არაბნების დროა და ვნახოთ რამდენად სწორად გაეცით ამ შეკითხვას პასუხი. და ეს არის რა თქმა უნდა ნივრის მიმართ შიში. თან თქვენ გარისკეთ და მოიგეთ კიდევას. 2000 ლარი გარანტირებულად თქვენია. ძალიან კარგი თამაში იყო და მე მაინტერესებს თქვენი ემოციები ზოგადად სად მოხვედით, როგორი გადაცემა იყო და როგორ მიმდინარეობდა ეს game show. ძალიან საყვარელი წამყვანი ბრძანდებით, ძალიან ნიჭიერი. მადლობა დიდი. და გადაცემა არის არ ვიცი რა, შესანიშნავი რო იტყვიან რა. საერთოდ მიყვარს მე ესეთი გადაცემები, ინტელექტუალური გადაცემები. დიახ. შეკითხვა მაქვს ერთი. რა თქმა უნდა. მეორე შემიძლია რომ მოვიდე. მე საახალწლო ეპიზოდისთვის ძალიან საინტერესო სტუმრებს ალბათ ისევ თავიდან მოვიწევ და თქვენც მოგიაზრებთ ერთ-ერთ მათგანად. დიდი მადლობა ბატონო გია. დიდი მადლობა. ბევრ სფეროში ძალიან საკმაოდ გათვისნობიერებული ბრძანდებოდით და დიდი მადლობა კარგი თამაშისთვის. გაიხარით. Game show გემშვიდობებად ერთი კვირით. ნახოთ ვინ იქნებიან ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმრები და ვნახოთ შეძლებს თუ არა ვინმე მთავარი პრიზის 5000 ლარის მოგებას.